ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. სოციალური ქსელი. ახალგაზრდა გოგო. ვიქტორია იაკიმენკო, უკრაინის მოქალაქე. 1986 წლის 23 თებერვალს არის დაბადებული. საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 8 თვის წინ. რამე სხვა საბუთი ხომ არ იპოვეთ ოთახში? არა, ჯერჯერობით ადგილზე არაფერი გვინახავს. გვამე ვინ აღმოაჩინა? ვინისმე პატრონი. როდესაც ოთახში შევიდა, კამარზე დაკიდებული დაინახა და ეგრევე პოლიციას შეატყობინა. დეტექტივი აკაკი ჯანელიძე. დიდი ხანი აღარ გამოჩენილ ხარ. ასეთი პროფესია მოქვს რა სიზო. თუ რომ ისეთი განსაკუთრებული არ მოხდა, საჩვენო საქმე ნაკლებად არის. მე შეგიძლია ესე გამოიერო ხოლმე სანახავად. კი, აუცილებლად. უბრალოდ ეხლა საქმე მოქვს და უნდა მივუბრუნდე. რა თქმა უნდა. ეს ბინა 8 თვის წინათ გავაქირა. ვინმე თამას სიმულიდზე. თამას სიმბულიდი? დიახ, გასაგები. მითხრა კიევიდან სტუბარი ჩამომდის და იმისთვის მჭირდებაო. მე ეს ბინა ბევრჯერ გამიქირაებია და ყოველთვის ვინტერესდები, ვინ არის ის ადამიანი, ვინც შევა ბინაში. მითხრა ახალგაზრდა გოგონა გამის კლუბში იცეკვებს. რა მქონდა საწინააღმდეგო? ვიფიქრე, კარგი გოგონა იქნება, მშვიდად იცხოვრებს წყნარათო. რას წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა? და ამ 8 თვის განმავლობაში რა ხდებოდა? ისეთი არაფერი. ერთი კია. მეზობლები მაწუხებდნენ. ხვები გამოდისო უცნაურიო. ერთ კაცს კიდევ მეორე კაცი მოყვებაო, მეორეს მესამეო. როგორც ჩანს, იმ თამაზის ეს გოგონა მარტო ღამის კლუბში საცეკვაოდ არ ყავდა ჩამოყვანილი. ხომ გესმით რასაც გასაგები. ამ თემაზე გქონდათ ამ თამას სიმბულიდთან საუბარი? როგორ არა, ურეკავდი. ვეუბნებოდი რომ ჩემ დინგან წასულიყო. პირდებოდა, სულ ცოტა მოიცადე და გაგძელდა ასე. აღარ დააყედა საშველი.
გადავწყვიტე, რომ თვითონ წავსულიყავი, მენახა ეს გოგონა და პირადად დავლაპარაკებოდი. და გამეგო, სადაა ეს თამასი? სიმბულიდი. დიახ. ავედი კიბეებზე, მივედი კარებთან, კარები ყია იყო. შევედი, ჩამოხვჭვალი არ დამხვდა. მერე პატრულს დაურეკე. სულ ეს იყო. ასე. იმ თამას სიმბოლიდის ტელეფონის ნომერი თუ გახსოვთ? როგორ არა, მაგას რა დამავიწყებს? დღეში 100 ჯერ ურეკავდი. დამიწერეთ თუ შეიძლება. ატო. რა შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე? გვამს ხორხზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. მოკლედ ასფიქსია. ანუ თვითმკვლელობა ჩამოხრჩობის შედეგად. აი ამის მტკიცება ჯერ ადრეა. ეს რას გულისხმობ? რას და ყველა ჩამომხრჩვალს როგორც წესი, ენა აქვს დაკბენილი. აი ამ შემთხვევაში კი კბილის კვალი ენაზე ვერ აღმოვაჩინე. არა და კამერზე ჩამოკიდებული ვიყავით. ხო და მოგიწევთ იმის გარკვევა თუ ვინ ჩამოკიდა. შემდეგ ვენაზე აღენიშნება ნანემსრები. შეიძლება ნარკომანიც იყო. სხვათა შორის ორი ფრჩხილი აქვს მოტეხილი. აი, სხვათა შორის ფრჩხილის მოტეხვა მოფულობა იცის. არა მგონია ახლა ამას ეს აღალობდეს. ხო, კიდე ერთი ინტიმური დეტალი. სხეულზე აღმოჩენილია სავარაუდოდ სპერმის კვალი. მამაკაცის? ხო, თუმცა სპერმის ნიმუში უნდა ავიღო. კარგი, მე გარეთ დაგელოდებით. ნოე, საბოლოო შედეგები როდის იქნება? რა საკვირველია გაკვეთის შემდეგ. კარგი, დროებით. არის ამი ახალი? პასუხი მოვიდა უკრაინიდან. და რასთან? ვიქტორია იაკიმენკო, უკრაინის მოქალაქე, დაბადებული კიევში 1986 წლის 23 თებერვალს. უდედმამო. სწავლობდა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საიდანაც შარშან მესამე კურსიდან გარიცხეს. აყვანილია აღრიცხვაზე ნარკოტიკების მოხმარების გამო. ახლო ნათესავები არ ყავს. ესე იგი უპატრონოა. შენ რა გარბი? მოკლედ, ტელეფონის ნომერი, რომელზეც რამე ამ სიმბოლიდით უკავშირდებოდა, ვინმე ნათია დაბრუნდაშვილზეა გაფორმებული. მისამართი ვიცით? გამარჯობა. გამარჯობა. პოლიციიდან გაწუხებთ. ნათია დაბრუნდაშვილი აქ ცხოვრობს. დიახ. თუ შეიძლება მინდა გავისაუბრო. ახლავე. კარგი დასაგები. რა მოხდა? აკაკი იყო თამას სიმბოლიდი და აკავეს და ხე სამოთყოფოში არის. დაჭრეს? არა, ფეხი აქვს მოტეხილი. ანუ
ანუ თვითონ მოიტეხა. რა? ხო, მიმალვასა და დევნის დროს მოტეხია. გასაგებია. შენ კლუბებში იყავი? იყო. მერე? არც ერთ კლუბში ვიქტორია თვალით არ უნახავთ. ესე იგი სიმბოლოდი ტყურის. ეგრე გამოდის. მეზობლებმა რა? რაიმე კონკრეტულის გახსენება უჭირთ. ამ კონკრეტულის გახსენება ყველას უჭირს. ბატონო რამენი, თქოთ კარგად დააკვირდეთ და გვითხრათ. ამათში არის თუ არა ის პიროვნება, ვინც 8 თვის წინ თქვენი საცხოვრებელი ბინა იხირავა. ათვლა შეგიძლიათ მაჯვრიდან დაიწყოთ. მარჯვნიდან მესამე. მაჯვრიდან მესამე. დიახ. ანუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ზუსტად ის პიროვნება, ვინც 8 თვის წინ თქვენი საცხოვრებელი ბინა იხირავა. რა თქმა უნდა. გასაგებია. კიდევ ამბობ. აი, შეამოწმეთ ფეხი მართლა მოტეხილია აქვს. რატომ გითხობთ? ეს ისეთი აფერისტია, რომ არა, ახლა ნამდვილად არ სიმულიანტობს, მოტეხილი აქვს. იქნება ჩემს ფულზეც დაელაპარაკოთ, 2 თვის გადაუხდელი აქვს. მეცეთ ეს ჩვენს უშუალო მოვალეობაში არ შედის, მაგრამ ვეცდებით როგორ და მედაიხსნა. კიდევ იქნება თქვენ სანათესაოში ვინმე გყავთ ისეთი, რომელიც დაინტერესდება ჩემი ბინით. აუცილებლად გავითვალისწინებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შეგიძლიათ მემზადოთ. მადლობა. დიდი მადლობა. ჩემი პროგნოზი გამართლდა. გაკვეთამ დაადასტურა, რომ ვიქტორია მოკლულია. გამიკვირდებოდა, რომ მარდა დასტურებულიყო. შენი პროგნოზი ყოველთვის მართლდება, ნოე. ფეხბურთის პროგნოზებში მიმართლებდეს ესე ნეტა. შენ კიდე არიშლი, ხო? იცი რა ბილეთმა წამაგებინა? ინაკა ჩვენო. ნოე, მაგისტვის მოვედი. კარგი, მექანიკური ასფიქსია, ზემო სასუნთქი გზების გადაკეტვით. მკვლელობა გვამის აღმოჩენიდან 5 საათით ადრე არის ჩადენილი. ანუ გუშინ საღამოს 7 საათზე. რადგანაც ხელით დახრჩობისთვის დამახასიათებელი ჩალურჯებები ვერ აღმოვაჩინე, სავარაუდოდ მკვლელმა ის ბალიშით გაგუდა. ბალიშით გაგუდა და მე საკუთარი ხალათის კამარზე ჩამოგიდა, ხო? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სხეულზეც და ორგანიზმშიც სპერმა აღმოჩენილი, სავარაუდოდ მას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სექსუალური კავშირი ჰქონდა. საინტერესოა ისთან. მოიცემ, მე რატომ მიყურე? ნოე, შენი იუმორი დღითიდღე შავდება. პროζექტურაში დღეში 10 საათს რო გაატარებ, გაშავდება, აბა რა ჯანდაბას იზამს. კარგი. არის კიდევ რამე? კიდევ ერთი დეტალია. მძიმე და მნიშვნელოვანი. მოკლული 2 კვირის ფეხბურთიმეთ იყო. ხო, აი. ფეხმძიმე? ვიკა კიევში გავიცანი. ძალიან ლამაზი გოგო იყო. მომეწონა და დავახლოვდით. რამდენად დაახლოვდით? მეტი რომ არ შეიძლება ისე. მე მე თბილისში ჩამოვედი. ცოტა ხანში თვითონ დამირეკა. მე დავპატიჟე. აქ ბინა უქირავე და აქაც დავახლოვდით. აქ რამე სამსახური უშოვეთ? კი მპირდებოდნენ, მაგრამ ვერაფერი გავახერხე. ისევ ჩემი შესანახი გახდა. თქვენი დაახლოების მიზეზი მხოლოდ პირადი სიმპათია იყო და მეტი არაფერი? ვერ გავიგე. რამე სხვა მიზეზიც ხომ არ არსებობდა ვიქტორიას აქ ჩამოსაყვანად? რა მიზეზი? პირადი გამორჩენა, მაგალითად. რა გამორჩენაზეა ლაპარაკი? ხომ გეუბნებით მე ვინახავდი მეთქი. სხვა მამაკაცებთანაც რომ მქონდა ურთიერთობა, ამას როგორ ახსნით? აი ეს რომ გავიგე, სწორედ ამიტომაც მივატოვე. აღარც ვეხმარებოდი, აღარც ვაკითხავდი და საერთოდ ადამიანის სიკეთეს რო ვერ დაინახავს, მაგაზე ცუდი არაფერი. თუ დაშორდით. ბინისკერას რატომ მოხდით? თქვენ ძმობას ფიცავარ? მოქალაქეს სიმბოლით. რის საფუძველზე მეფიცებით ძმობას? საუბრის მანერა მაქვს ასეთი. ცუდი მანერა გაქვთ. გირჩევთ შეცვალოთ. ჩემთან მიმართებაში მაინც.
კარგი ძმაო. ой, უკაცრავად, უფროსო. მე დეტექტივი ვარ. ხო, ბატონო დეტექტივი. ორი თვეა ბინისკირა არ გადამიხდია და საერთოდ გავწყვიტე ყველანაირი კავშირი ვიკასთან. კარგი. შეგიძლიათ გაიხსენოთ გუშინ საღამოს 7 საათზე სად იყავით? 7 საათზე. სტუმრად. ჩემს საცოლესთან ერთად ვიყავი სტუმრად. ვინმე შეუძლია ეს დაადასტუროს? კი, რატომაც არა. პროფესორად როგორ არა? ვის? ჩემს საცოლეს და მის მეგობრებს. არ არის პრობლემა. კი, მაგრამ თუ უდანაშაულო ხართ, გაქცევა რატომ სცადეთ? ბატონო დეტექტივო. თქვენ ხომ ჩემი ცხოვრება და ბიოგრაფია ჩემზე უკეთიცით. ორჯერ ნასამართლევი ვარ. მე ის რომ ჩაის დასალევად ხო არა მოხვიდოდით არა ჩემთან. ჩაის დალევთ. საბა როგორ არის საქმე? დაქტილოსკოპიური ანალიზის შედეგები გვაქვს? კი, გვაქვს. აბა გისმენ? დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი ანაბეჭდების ნაწილი დაემთხვა ვიქტორიას და რამინის ანაბეჭდებს. ხოლო მეორე ნაწილი არ ემთხვევა არც მოკლულის, არც რამინის და არც თამაზის თითის ანაბეჭდებს. ასაც ვიცოდი. საიმი. ბიოანალიზმა იგივე აჩვენა. ახლა რა ეტაპზე ხარ? უცნობის ანაბეჭდები მონაცემთა ბაზაში შევიყვანე. თუ რამე ამოაგდო მის პოვნას შევძლებთ. იმედია ასეც მოხდება. თორემ მოკლულის ფრჩხილებში ნაპოვნი სისხლის დნმ-ი რამინის ან თამაზის დნმ-ს თუ არ დაემთხვა, მათგან ყოველგვარი ეჭვი მოიხსნება და რეალურად ეჭვმიტანილი აღარ გვეყოლება. ამას ცოტა ხანში გავარკვევთ. რამე სხვა დავალება ხო არ გექნებათ? არა, ჯერჯერობით არაფერი. კარგით, მაშინ ცოტა ხანი სოციმედიაზე გადავერთვები. ავით შენიც. თქვენ ძალიან არასერიოზულად უყურებთ ამ საკითხს. სოციმედია დიდი ძალაა. არ ვიცი. ერთ წუთით. არა, აქედან ჩვენი ვიქტორია არც ერთი არ არის. საბა ასეთი იული რომ იყოს საქმის გახსნა. რა გაგვიჭირს? რა გჭირს? ვერ ვიტან ასე რომ არის. როგორ? აქეთ-იქით რომ დადიხარ უაზროდ და ზმუი? არა. ანალიზის შედეგების მოსვლამდე ასე უსაქმოდ რომ. რას იზამ პასუხი სანამ არ მოვა ვერაფერს გავაკეთებთ. რა პასუხიც არ უნდა მოვიდეს იმ ლაბორატორიიდან. ეს სიმბოლოდი მაინც ეჭვმიტანილად რჩება. მოტივი? დაგითხოს არ უყურე? კი, ვუყურე. მე არავითარი ეჭვი არ გაგიჩნდა. ეჭვი გამიჩნდა. რომ სიმბოლოდის ქცევამ ძალიან გაგაღიზიანა. მე მეორე ხარისხოვანი. ხო, მესმის რამაც დაგაეჭვა. ორჯერ არის ნასამართლები, ძალიან ბევრს თამაშობდა დაკითხვაზე და ეს ვიქტორიაც სტუმრად კი არა, სამუშაოდ ყავდა ჩამოყვანილი. თან არა ღამის კლუბში. მოკლედ შუბზეა წერია, რომ სუწინორია. პროფესიონალი სუწინორია. ხო, მაგრამ მაგას დამტკიცება ჭირდება აკაკი. მამა, სუწინორი რას ნიშნავს? სუწინორი შვილო ნიშნავს ცუდკაცს. თან გაქცევა სადა? ესე იგი გუგა როცა გამაბარზებს, შემიძლია სუწინორი დაუწა, ხო? რა თქმა უნდა არა. თან გუგაშენ არასდროს აგაბრაზებს. შენ რა იცი, სახში ფაქტურად არასოდეს არ ხარ და. ცირა, თუ გაგაბრაზებს, მითხარი და რასაც საჭირო ემას დაუწევ. კარგი, მამა, შეიძლება Facebook-ზე შევიდე? არა, არ შეიძლება. მითხარი, ამ საიტზე შეხვალ მარტო ჩემი თანასწორებით და მარტო დღისით. დღეს სახში არ ხარ და. მაშინ დედიკოსთან დასწრებით. ეკა, შენ გაქვს Facebook-ი? არა, კატო სამწუხაროდ არ მაქვს. კარგი, ჩვენ წავედით. მე კატონას წავიყვან და მალე მოვა. კარგი. თუ რაღაცა დამერეგეთ. ნახონდის ეკა. კარგად, კატო. ნახონდის ეკა.
სისხლი და სპერმა არც თამას სიმულიტის ეკუთვნის და არც რამინდო ლობერიძეს. აი ნაყოფის დნმ კი ემთხვევა მოკლულის ფრჩხილში აღმოჩენილი სისხლის დნმ-ს. ესე იგი გამოდის, რომ ვიქტორიამ კულელისგან იყო ფეხმძიმეთ. ანალიზმა ასე აჩვენა. შეიძლება კულელობის მიზეზიც კი გამხდარიყო. საბა, რამე ახალი ხომ არ არის? მონაცემთა ბაზიდან არც ერთი თითის ანაბეჭდი არ დაემთხვა უცნობი ეჭვმით ანალის თითის ანაბეჭდებს. ცუდია. ღამის კლუბები? თბილისის არცერთ ღამის კლუბში არ უმუშავია. მეზობლება თქვენს რამე საინტერესო? კონკრეტულს ვერაფერს იხსენებენ. ხო, გარდა ერთისა, ვიქტორიას ძალიან ხშირად აკითხავდა ვიღაც ტიპი. თუმცა დაზუსტებით ვერც იმის გარეგნობას იხსენებენ. ესე იგი გამოდის, რომ რეალურად ხელში არაფერი გვაქვს. ხო. ანუ ჭიხში ვართ. მაგრამ ყოველთვის არსებობს რაღაც მიმანიშნებელი ძაფი. ხო, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერანაირ ძაფს და პაწარს ვერ ვხედავ. ჩემო აკაკი. ის რომ ვერ ხედავთ, არნიშნავს რომ არ არის. ეს რა არის? რა კი არა, ვინ? ეს არის მოკლული ვიქტორია იაკიმენკო. ისე უკვე დროა სახეზე ცნობდნენ, საბა. ეს ნიმსიყლბია. ექვსვენინგი მეჩივამშია გვამის დათვალიერების დროს. შეიძლება ეს ორი ფოტო წავლო. კი ბატონო, წაიღე. ისე საქმეს თუ გამოადგება, შეგიძლიათ გაადიდებინო კიდეც. იცინის ისვენს, ბოლოს იცინის. ეგ ცოტა ბანალურად ხომ არ ჟღერს, საბა, ჰა? პლანშეტი გრჩება. შემთხვევაში ჯერჯერობით ერთადერთი ესეთ ყველაზე მეტად რეალური ეჭვმიტანილი ეს სიმულიდია. მეს მაგაზე ვფიქრობ. მე რა ქვია, ასე უყურადღებოდ დავტოვოთ. მე ხვალვე დავუკავშირდები ზედამხედველ პროკურორს და ვთხოვ მისი თვალთვალისუფლება მოგწეს. ზენეგრი. აკაკი. წერან საბას რომ ვეხუმრე, ხო არაფერი ეწყინა. რაღაცა ისე უხმოდ გავიდა. ხვალ დილით მოვა დავხედავ რა. მიდი რა. გამარჯობა. დილამშვიდობისა. ტელეგრამი აქ ხავი? თქვენ კიდე არ მოგბესდათ ყოველ ღერთი ამ ეკითხვის დასმა. მაპატია ჩემო საბა. ეს შენ დახატე? არა, სხვა. სხვა? რა არის ეს? გოცრავთ. რა კი არა, ვინ? ეს მოკლული ვიქტორია იაკიმენკო. უკვე დროა სახეზე ცნობდი აკაკი. მისი კვალი ჯერ კიდევ იურული პერიოდის დროს არის დაფიქსირებული. უძველესი არსებაა.
ზოლთაგანვე ითვლება გრაციოზულობის, აღორძინების და უკვდავების სიმბოლოდ. ოდანატა ლათინურად, dragonfly ინგლისურად, ხოლო ქართულად ნემსიკლაპია. რადგან ეს გამოსახულება სვინგის გარდა მოპყულის ხელსაბამზეც იყო, დაუშვირო ვიქტორიას შეიძლება ნემსიკლაპია მეტსახელად გამოეყენებინა. ასევე შეიძლება ეს მისი ნიკნეიმის ყოფილიყო. და ბევრი როარ გავაგზავნო, გავხსენი Facebook-ი, ძიებაში ჩავწერე dragonfly და შესაბამისად გამივარდა. მერე. ვიქტორიას ბევრი მეგობარი ყავდა, მაგრამ მარტო რუსები, უკრაინელები და უცხოელები. მის არც ერთ მეგობარს საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. სხვათა შორის რამდენიმეს დაველაპარაკე, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია არ უთქვამთ. რადგან ნახატზე თბილისია გამოსახული და ვიქტორიაც ასეთ თამამ პოზაშია დაფიქსირებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას აქ თაყვანისმცემელი ყავდა რა. ახლა შემთხვევითი ადამიანის ასეთ პოზაში პოზირებას არ დაიწყო. თამას უნდა ვესტუმროთ. აუცილებლად. თან აუცილებლად უნდა დავადგინოთ, ვინმე მხატვართან ხომ არ ქონდა კავშირი. ვეცდები რამე ვათქვამი. კარგი. ჯერჯერობით ამით დავამთავროთ. საბა. კარგად გიმუშავე, ოჯახ. ოჯახი მე კი არა, მარკ ცუკერბერგია. მოიწეგვია. Facebook-ის შემქმნელი. სხვათა შორის 19 წლის იყო ეს პროგრამა რო შექმნა. აკაკი. გავალებ. ბატონ მარკს დღესვე გაუგზავნეს სამადლობელი წერილი ქართულ პოლიციასთან წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოგლეთ რა კი ყვარს ეს ოპერა, ჰა? ასაღები გადაწეული არ არის უკვე ხარია მიდის. ესე რა გაქვს ოპერის საზნეონდება? არაფერი. სხვათა შორის ჩემო აკაკი ოპერას ჩვენ საქმიანობასთან უშუალო კავშირი აქვს. პოლიციასთან? აბარა? კარგი რაზეა. რა კარგი? თითქმის ყველა ოპერა სიკვდილით თავდება. პრაქტიკულად ნებისმიერი მათგანი ძიებაშია დასაბრუნებელი. მაგალითად აიდა, რიგოლეტო, ევგენი ონეგინი, მაკბეტი, ოტელო. ოტელოს გამოძიებას არ უნდა ზურა. ჩაუტარე დაქტილოსკოპია დეზდემონას და ეგარე. აბოლოს და ბოლოს იაგო დაკითხე და ანდა წარმოედგინე. რა კარგი გამოსაზიებელი იქნებოდა ჯამბაზები. აკაკი ტიპიური სასიყვარულო სამკუთხედი. შენი პროფილია სხვათა შორის. კარგი ერთი წუთი მახარა, ერთი ამ გოგოს საქმე მიმაყვანინა ბოლომდე და ჯამბაზებს ვინ შევის. ისე ეჭვიანობის ნიადაგზე ხარ მოკლა იმიღაც ხატვარმა. როგორც ხოსე, კარმენი. სხვათა შორის ხოსე მხატვარი კი არა. პოლიციელია. დეტექტივი? არა. ჟანდარმი. მე ამოვდივარ და შენ არ ხდები. კარგი? შენ რა სიზა? მეც აქ ვიქნები. ორი შემთხვევისთვის. ფეხზე რა გჭირს? უბედური შემთხვევა. ო. თავს უნდა გავაფრთხილდეთ ამას. ფრთხილად უნდა იყო. მარტო ხარ? ხო რა. საცოლე? მუშაობს. რა პროფესიის არის? ლოიერი გახლავთ. ადვოკატია? ესე შენი სტანა ბიოგრაფიის ქონე კაცს. ადვოკატი ცოლი. ძალიან დაჭირდება. სხვა ხომ კარგად ხარ? კარგად, მაშინ ვიქნები, როცა მეტყვით აქ რატომ მოხვედით, ბატონო დეტექტივო. რატომ მოვედი? შეიძლება დავждე. დავბრძანდით. მადლობა.
აბა გაიხსენე. ვერ ვიხსენებ. ჯერ მათქმევინე. გაიხსენე. ვიკას ვინმე მხატვარი ხომ არ ყავდა კლიენტად. არა. ხომ არ უხსენებია, ხომ არ იცნობდა. არა. საერთოდ რას ფიქრობ ამ საქმეზე? რა საქმეზე? ნატოში შევალთ. რა? და ვის უნდა მოეკლა ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო, ვისა დაუშავა? აზრზე არა ვარ. კარგად დაფიქრდი, იქნებ რამე საეჭვო გაიხსენო, რაც ჩვენ დაგვეხმარება და გამოძიებას წინ წაწევს. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვთქვი. დაწუნებული ხარ? კი. თავი ხომ არ მოგაბეზრე? არა. მაგრამ თუ კონკრეტული საქმე არაფერი გაქვთ, იქნებ წავიდე? დაახლოებით. რადგან ვერაფერს ვერ იხსენებ, წავა. ფეხს გავუთხილ. მადლობთ. ქორწილამდე გაგივლის. ბატონო დეტექტივო. ჩემი არ გჯერათ? არა, არ მჯერა. გიორგი, ესეც კარატეს დიპლომია? არა, ეს 14 წლის რო ვიყავი პრაღაში. საერთაშორისო ფესტივალზე ავიღე პირველი ადგილი. რაში? ვიოლინოზე დაკვრაში. ვიოლინოზე დაკვრაც იცი? იძულებული გამხადეს დამეკრა. ესე იგი, ესეთი ადამიანი არსებობს, ვინც შენ რამეს გაიძულებს. თანაც ორი. დედა ჩემი და მამა ჩემი. რა ვქნა, სანამ ვიოლინოზე დაკვრა არ ვისწავლე, მანამდე მოპედი არ მიყიდეს. გითხრა, მომიყევი, მანქანა როგორ იყიდე? ამ დროს უკვე ზრდასრული ვიყავი. ეს შენი მშობლები არიან, ხო? და ეს ჩემი პატარა ძმა. შენი და? რა ჩემი და? შენი დის ფოტო არ უნდა დადო? ჩემი დის ფოტოც მაქვს, მაგრამ უშინ ნერვები მომიშალდა, სანამ წყენი არ გამივლის, მანამდე არ დავდებ. ესეთი რა დაგიშარო? არ იცი გოგოების ამბავი. კი, შენაირი ბიჭების ამბავიც ვიცი. გაუთავებელი კონტროლი. მოიცა, ვიღაც ტიპს რო უჯდება მანქანაში, ამას შიდა ვიყურო? მაგაში რა არის საგანგაშო, გიორგი? ბიჭი რო იყო მიხვდებოდა. კაცმა რომ მკითხოს ამერიკულ ყაიდაზე ხარ გაზრდილი. რა მოხდა? არაფერი. სად იყავი? ეს რა არის? ვიღაცას მაგონებს, იცი? მე ვარ. ეხა მივხვდი. რა ცუდად არ არის დახატული? სად იყავი მშალხიძე? საიდან მივხვდი? ბექგრაუნდით. წავედენე. სადამ მიდიხარ? გამარჯობა. საბასთან. ამნახატეთ, იმას თუ მივხვდი რომ მე შალხიძე ვიყავი. ესე იგი იმის დადგენა შეიძლება. ვიქტორია სად იყო, როცა დახატე? ამ ხელაქალაქში კონკრეტული სახლის მოძებნა ადვილი არ არის. მაგრამ შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში უნდა ვცადოთ. მიხარია მაგას რომ მოგო. კარგი, დავიწყოთ ტრიანგულაცია. ობიექტი ნომერი 1, ვიქტორია იაკიმენკო. სიმაღლე 184 სანტიმეტრი. ობიექტი ნომერი 2, მარშნუ სატელევიზიო ანძა. სიმაღლე 274.5 მეტრი.
ობიექტი ნომერი 3. მარცხნივ სამების საკათედრო ტაძარი. სიმაღლე? ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.1 მეტრი. გამაძილზე ეს ორი ობიექტი ვიქტორიასთან. ეხლავე გავიგებთ მაქსიმალური სიზუსტით. უცუბიძის ფერდობი. მეორე სართულია ამოშენებული. განარჩენი ცარიელი კარკასია. რაც უცნაური კორპუსი. ეთყობა დიდი ხნით არის გაჩერებული შენობა. წავედით. ვხვდები რომ შიგნით არავინ არ არის. იქნებ არის. კარგი რა. ისეთი მიყრუებული ადგილია რომ გაეღოთ გამეკვირდებოდა კიდეც. რა ხდება? კარს არ მიღებენ. რას ვაპირებ? პროკურორს უკვე ველაპარაკე და შეუთან. ეხლა ამ კორპუსის მეპატრონე გჭირდება რომ იმის თანხლებით შევიდეთ ბინაში. კორპუსი ვის ეკუთვნის? დროული კითხვა. დარეგე გამგეობაში და გაარკვევს. ეხლავე. საშინელი სუნია. არ ვერ გაიგებ ისი. აკავრობა კარგად არის შესასწავლი. აკაკი, აკვალევი. რა ვქნა, კედლებზე ხომრობილი ახლა. რა სიტყვი? ინტერიერში კარგად ჭდები. მოკლედ შენმა მონაცემებმა 100%-ით გაამართლა. კიდევ ერთხელ ყოჩახ. კარგად გიმუშავია.
ვცდილობ. შენ რომ არა გაგუჭირდებოდა. ჩვენები რა შვებიან, მუშაობენ. სახლის სამხილებით არისებს. მაგას რა ჯობია? იმედია გამოძიება ადგილიდან დაიძვრება. ისე ხო ამბობდი რა. რას? საჭმედია დიდი ზალაა მეთქი. რა ვიცი. გამდეობის წარმომადგენელს ველაპარაკე. ბრავო. კორპუსის მშენებლობა დიდი ხანია უკვე შეჩერებულია. ეს ბინაც მფლობელმა საკუთარი სახსრებით ამოაშენა. თვითონ ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, ამიტომ სახლი დაკეტილი იყო. ასე იგი ვიღაც იქნებოდა შემოვიდა. ხო, რთული არ იქნებოდა, უმეთოლყურეოდაა სახლი დატოვებული. გარაჯიც არ ყავს. ისე ბავშვის კუდი ესეთი სახლისთვის ცოტა უცნაური ნივთია. ამ სახლში ბევრი რამეა უცნაური. რამბულა. დიაზეპამი. დამასმარებელი. სხვადასხვა დანიშნულებით იყენება ხოლმე. ზურა. პონერამე. რაღაც მისამართია. ეხლა მე უნდა გადავამოწმოთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. პოლიციიდან ვართ. დეტექტივი ზურაბ იკნაძე. ქალბატონო. ქალბატონო. წყალი ხო არ შევასხა. რა მოხდა? შენ ხარი დიტო. ივანის სიცოცხლის გაფიცები არავისთვის მithქვამს. სიტყვა არავისთან დამცდენია. მაშინ ვერაფერს ვერ ხვდები. საიდან გაიგეს? ერთი წუთით. თქვა მებრძანდები. და საერთოდ რა ხდება ამ სახლში გამაგებინეთ? რის თქმა უთქმელობაზეა ლაპარაკი. მე სალომეს მავარ. გასაგებია, ჩვენ დეტექტივები ვართ. რა მოხდა? რატომ ხართ ასეთი შეშინებულები? საქმე იმაშია, რომ გისმენთ? 5 დღის წინ სალომეს პატარა გოგონა ანანო გაიტაცეს. Thank you.